საარჩევნო გარემო და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს დაფიქსირებული ხარვეზები. ამ თემებზე ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლებმა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს მათ მიერ განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრნენ. ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და რესურსის სწორად გამოყენების მიზნით მათ აუდიტორიისგან კონკრეტული რეკომენდაციები მიიღეს. ცესკოს თანამშრომელთა განმარტებით აღნიშნული საკითხები პროგრამის დახვეწის მიზნით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გათვალისწინებული იქნება. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, რადგან მოქალაქეებს, უშუალოდ იმ ადამიანებს, ვინც დამკვირვებლები იყვნენ, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, მედია საშუალებების წარმომადგენლებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ გაცნობოდნენ იმ პროგრამებს, რასაც ახორციელებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ასევე გაცნობოდნენ უკვე, რასაც ახორციელებდა აქამდე და რა გაკეთდა იმისათვის, რომ უკეთესი გარემო შეიქმნა საარჩევნოდ. ჩვენი საზოგადოების ყველა წევრი უნდა იყოს მომზადებული. ეს იქნება საარჩევნო კომისიები ოლქები თუ თვითონ ამომრჩეველი. ანუ ყველა უნდა იყოს მზად იმისათვის, რომ სრულფასოვნად მოახდინოს თავის საარჩევნო უფლებების რეალიზაცია არჩევნების დროს.